ხორბლის არსებული მარაგები და მიწოდება ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა ნავთობის ფასის მკვეთრი გაძვირების შემთხვევაში მოსალოდნელია გაძვირება როგორც ხორბლისა და ქვილის, ასევე პურის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, ხორბლის შემდეგ კი პურის წარმოებისთვის მნიშვნელოვანი რისკს სწორედ ნავთობის მზარდი ფასები, ასევე ელექტროენერგიის ტარიფები წარმოადგენს. დარგის წარმომადგენელთა განმარტებით გაძვირებული ბენზინი ტვირთად დისტრიბუციის ხაზს, ხოლო ელექტროენერგია წისქვილ კომბინატებსა და წარმოების ნაწილს დააწვევა. პარალელურად კი მარცვლეულის ბაზრები ახალი მოსავლის მოლოდინშია. რა ვითარებაა დღეს ხორბლისა და პურის ბაზარზე და რა რისკები არსებობს? ეკა გაზდელიანი გვერდდება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში, ეკა გისმენთ. მოგესალმები, ანუკა, ამ დროისთვის საერთაშორისო ბაზრებზე ხორბალსა და მარცვლეულზე ფასების მცირედ იმატება შეინიშნება, მიუხედავად იმისა, რომ დღის მდგომარეობით ქვეყანაში ხორბლის და ქვილის დეფიციტი არ შეინიშნება, დარგის წარმომადგენლების განმარტებით სამომავლო პროგნოზები დიდწილად სწორედ საერთაშორისო ბაზრებზეა დამოკიდებული. არსებულმა გეოპოლიტიკურმა რისკებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ლოგისტიკურ ჯაჭვსა და ენერგომატარებლების ფასზე, ერთი მხრივ რისკი მოიცავს ნავთობის და საწვავის ფასების გაძვირებას, რომელიც სადისტრიბუციო ჯაჭვს გააძვირებს, ხოლო მეორე მხრივ ადგილობრივ ბაზარზე ელექტროენერგიის გაძვირებაც იქნება დამატებითი წნეხი პურის წარმოებისთვის, როგორც ცნობილია მარტის ბოლოს. ელექტროენერგიის ფასების გადახედვა დაგეგმილი სემეკის მიერ და როგორც პურის მწარმოებელთა ასოციაცია განმარტავს, წისქვილ კომბინატები ელექტროენერგიაზე მუშაობენ და ეს კიდევ უფრო დამამძიმებელი ფაქტორი იქნება საბოლოო ფასზე. ყველას გვაქვს გარკვეული მღელვარება და უსიამოვნო შეგრძნება იმისა, რომ თქვა ენერგომატარებლებზე არ შეიცვალოს ფასი. იცით, რომ აი დღეს მე ტელევიზიით ვიყურე, გამოვიდა ირანის სიყო, რომ არც ერთი ტანკერი არ გავა ზღვაშიო, სუმტესო ვერ გადაკვეთსო, ესე იგი ლაპარაკობდა. ეხლა მე რას ვამბობ, მე ძალიან მაქვს იმის, რომ ნავთობპროდუქტებზე არა ისახოს ეს და მე ბენზინის ფასები და იცით, ეს ყველაფერი დაკავშირებულია დისტრიბუციასთან საერთოდ და საერთოდ ტარიფების თემა ძალიან მტკივნეულია საერთოდ. ეხლა მე წლების განმავლობაში ბუნებრივ აირზე გქონდა ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენ ბუნებრივ აირს ვყავრობ ძირითადად და ეს ბენზინი ეს არის სადისტრიბუციო მანქანებისთვის და რა თქმა უნდა ხო ელექტროენერგია, მაგრამ იმდენად არა, ელექტროენერგია წისქვილებისთვის არის მნიშვნელოვანი, სადაც იფქვება პროდუქცია დიდი ზრაებით გას და მათთვის არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი. რისკი რა თქმა უნდა ყოველთვის ნებისმიერი ტარიფი ყოველთვის აისახება თვითღირებულებაზე, ხო იცით ახლა ეს არის ძალიან ახლა ამას არავითარის არ ჭირდება. ჯერჯერობით ფასები ასე თუ ისე სტაბილურია, თუმცა შეიმჩნევა ფასების ოდნავ მატება. ამ წუთისთვის ეს მატება წინასწარი პროგნოზებით თვეების განმავლობაში, 2-3 თვის განმავლობაში ძალიან დიდ კატაკლიზმებს არ გამოიწვევს, იმიტომ რომ ფაქტიურად ველოდებით მარტის თვეში ახალანებით და სავარაუდოდ დააბალანსებს ფასების მატებას ეს ყველაფერი და შემდგომი უკვე გვეწოდინება იმის მიხედვით, რომ რა იქონიებს გავლენა შემდგომ ფასებზე. იქიდან გამომდინარე ლოჯისტიკის გადალაგებები მოხდება ალბათ სოფლიოში, აქ ირანის კონფლიქტიდან გამომდინარე რამდენად სწრაფად დამთავრდება შესაბამისად იქ შეიძლება საერთაშორისო ვაჭრობას დაეწყოს ეს ყველაფერი, სავარაუდოდ ენერგომატარებლის ფასზე იქნება კიდე რაღაცები დამოკიდებული. დარგის წარმომადგენლები განსაკუთრებულ მნიშვნელობას უკვე მიმდინარე თვეს ანიჭებენ, როდესაც გაირკვევა თუ როგორ გადაიტანეს ნათესებმა ზამთარი. რეგიონის მთავარ ექსპორტიორ ქვეყნებში ამასთან მეხორბლეები ჩვენ დასაუპერში აცხადებენ, რომ ორიოდე თვეში უკვე ახალი მოსავალი გამოვა ბაზარზე, რაც მოსალოდნელია, რომ ფასები დაასტაბილურებს, თუმცა ფასების მცირედით უმნიშვნელოდ მატება ხორბალზე შესაძლოა შენარჩუნდეს. ნებისმიერი მსგავსი სიტუაცია უარყოფითად მოქმედებს. ლოჯისტიკა შეექმნება პრობლემა და რაღაც რაოდენობით, რაღაც პროცენტულით, რა თქმა უნდა, გაძვირდება მარცვლეულის სავარაუდოდ, მაგრამ არ მგონია, რომ ეს რაღაცა ძალიან დიდ პროცენტთან იყოს დაკავშირებული, იქიდან გამომდინარე, რომ მოსავალიც უკვე დაახლოებით რაღაც 60 თვეში მოდებით ახლა მოსავალსაც. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ თვითონ მარცვლეულზე იქონიოს დიდი გავლენა მარცვლეულის ფასზე. ალბათ ლოჯისტიკურ ჯაჭვში შექმნის რაღაც პრობლემებს მიწოდების კუთხით, მაგრამ ამ ეტაპზე ხორბლის მიმართულებით გვაქვს ის მარაგები, რომ რაღაცა პრობლემა არ შეგვიქმნეს ახალ მოსავალზე და ახალი მოსავალი როცა მოდის, კი იცი დაახლოვდება, ფასი კიდევ და კიდევ უფრო იაფდება.
მიუხედავად არსებული ნეგატიური ტენდენციებისა და ხარჯების მოსალოდნელი ზრდისა, პურის მწარმოებელთა სექტორში ვარაუდობენ, რომ წლის ბოლომდე პურის ფასის შენარჩუნება შესაძლებელი იქნება, თუ სახელმწიფოს მხრიდანაც გარკვეული ხელშეწყობი ნაბიჯები გადაიდგმება, ისეთი როგორიც ამაგადად იმპორტის გადასახადის კორექტირება ფქვილზე ან ლოგისტიკური შეღავათები. საუბარია იმაზე, რომ პურის დისტრიბუციას დიდი ოდენობით ჯარიმები აქვს დაკისრებული და ასოციაცია ითხოვს, რომ პურის სადისტრიბუციო მანქანებს საშუალება მიეცათ ეგრეთ წოდებულ ყვითელ ხაზებში იმოძრავონ და ჯარიმები არ დაეკისროთ. მეორე საკითხი კი რუსეთიდან იმპორტირებულ ფქვილზე გადასახადის შემცირებას ეხება, რომელიც დამაბალანსებელი გადასახადის სახელითაა ცნობილი და ტონაზე 15 ლარს შეადგენს. შედეგად კი რუსეთიდან ფქვილი ადგილობრივი ბაზრის დაცვის მოტივით აღარ შემოდის, შემოდის მხოლოდ ხორბალი, თუმცა როგორც დაგში განმარტავენ, დაბალფასიანი ფქვილის შემოტანა პურის ფასებზე უფრო დადებითად აისახებოდა. დღეს გახადეს 15 ლარი, დღეს კი არ გახადეს, უკვე მთელი წელია ეს 15 ლარი მოდის. რაც მე ვიტყოდი, რომ პურის წარმოებისთვის საკმაოდ მაღალი თანხაა, იმიტომ რომ ტონაზე 300 ლარია დამატებული და ამან გარკვეული უსიამოვნება დაბადა. უნდა შემცირდეს, მე ვთვლი ახლა, რომ მოიხსნას, აქ ახლა რა იყო ჩადებული, იცით რომ იმისათვის დააწესდა ეს გადასახადი, რომ ქართულ წისქვილსაც გადამამუშავებელ მრეწველობას ემუშავა, იმიტომ რომ ძალიან დაბალ ფასებში შემოდიოდა ფქვილი, ნამდვილად ამაში ვეთანხმები და ამან გარკვეული გამოიწვია წისქვილები საერთოდ ლაბის გაჩერდა ქართული წისქვილები. უნდა მუშაობდეს. მე ვამბობ, ნორმალური სიტუაცია მაშინ რომ შენც უნდა მუშაობდე და მეც უნდა მუშაობდე, მაგრამ უნდა ხელშეწყობის ღონისძიებები კეთებოდეს ისეთი, რომ არცეც არ უნდა ეთკინოს არაფერი. დღეს მონაცემებით ერთვიან პერიოდში ხორბალი საშუალოდ 10%-ით არის გაძვირებული, ხოლო წლის დასაწყისიდან დღემდე მატების მაჩვენებელი 14%-ს აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ ირანი არ წარმოადგენს ხორბლის მსხვილ ექსპორტიორს, რეგიონში დაძაბულობის ზრდა, ნავთობის ფასების მեղეობა და სატვირთო გადაზიდვების დაზღვევის გაძვირება გამოიწვია, რაც პირდაპირ აისახება ნებისმიერი საექსპორტო საქონლის ღირებულებაზე, რადგან გლობალურად ლოგისტიკა გაძვირებულია. მადლობა, ეკა გაძვირდება თუ არა პური, ეკა გაზდელიანი საუბრობდა.